ამის შემდეგ იყო იუდეველთა დღესასწაული და ავიდა იესო იერუსალემს. იერუსალემში ცხვრის კარიბჭესთან არის აუზი, ებრაულად ბეთესდა, რომელსაც 5 გალერეა აქვს. მათში იწვა მრავალი ავადმყოფი, ბრმები, კოჭლები, დამჭკნარნი, რომლებიც ელოდნენ წყლის ალწვრას. რადგან ანგელოზი დროდადრო ჩამოდიოდა აუზში და აღძრავდა წყალს და ვინც პირველად ჩავიდოდა წყლის აღძვრის შემდეგ, რომელი ავადმყოფობაც არ უნდა ჰქონოდა, კურნდებოდა. იყო ერთი კაცი, რომელსაც 24 წელია ავადმყოფობა ჰქონდა. როცა იესომ დაინახა, რომ იწვა და იცოდა, რომ დიდი ხანია ავად იყო, უთხრა მას. გსურს თუ არა ჯანმრთელი გახდე? უპასუხა ავადმყოფმა. ბატონო, არ მყავს კაცი, რომ როცა წყალი აღიძვრება ჩამიყვანოს აუზში და სანამ მივალ, სხვა ჩადის ჩემ წინ. უთხრა მას იესომ. ადექი, აიღე შენი საწოლი და იარე. და მტკიცვე გამოგდა ის კაცი. აიღო თავისი საწოლი და დადიოდა. ეს იყო შაბათის დღე.